არის რაღაც, რასაც ისლამისტები თქვენგან მალავენ ისლამზე. შიგნით მიმდინარე ისეთ მნიშვნელოვან ცვლილებაზე, რომ იციან, თუ რომელიმე ჩვენგანი ამას გაიგებს, ეს ყველაფერი დასრულდება. და სწორედ ამიტომ არის ეს წინააღმდეგობა აქ, რადგან ჩვენ თქვენგან ინფორმაციას არ ვალავთ, განსხვავებით იმ რადიკალი ტერორისტი, ჯიჰადისტი გიჟებისგან, რომლებიც ცდილობენ ჩვენი სამყაროს დაპყრობას. და აი კარგი ამბავიც. მსოფლიოს ისლამიზაციის დამხობა შესაძლოა შიგნიდანვე მიმდინარეობდეს. ჩვენ არა. და ეს იწყება ირანით. ეხლა დაფიქრდით ირანზე. ისლამური რესპუბლიკა ამტკიცებს, რომ მისი მოსახლეობის 99.5% მუსლიმია. სახელმწიფო თეოკრატიაზეა აგებული. კონსტიტუცია რელიგიურია. საგანმანათლებლო სისტემა რელიგიურია. სამართლებრივი კოდექსი რელიგიურია. საზოგადოებრივ ცხოვრებას ერთგვარად რელიგიური ხელისუფლება აკონტროლებს, ან ყოველ შემთხვევაში ასეა ოფიციალურად წარმოდგენილი. და მაინც 2024 წლის ივნისში ირანში განწყობებისა და დამოკიდებულებების ანალიზისა და გაზომვის ჯგუფმა, რომელიც ცნობილია როგორც გამანი, ქვეყნის შიგნით 77,216 ირანელი გამოკითხა. შეარჩეული ისე, რომ წარმოედგინა ზრდასრული წერა-კითხვის მცოდნე მოსახლეობა. შედეგები გამორჩეული იყო. დაახლოებით 70% ირანელებისა ეწინააღმდეგება ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუციას. მხოლოდ 20%-ს სურს დარჩენება. ხედავ, ხო გითხარიო, ცდილობენ მოგატყუონ, ცდილობენ დამალონეს. ისინი უბრალოდ შიშობენ იმ ფაქტის გამო, რომ შიგნიდან ადამიანები, რომლებიც რეალურად ხედავენ სიმართლეს, რაღაცას გააკეთებენ იმის შესახებ, თუ რამდენად შეშლილია ეს ყველაფერი. ამიტომ აჩუმებენ მათ. მაგრამ ეს არ ეხმარებათ, რადგან ღმერთს მადლობა. ზოგი ადამიანი მაინც შეძლებს დამოუკიდებლად ფიქრს. 99%-ს დემოკრატიული სისტემა სურს. 26%-ს კონკრეტულად სეკულარული რესპუბლიკა უნდა. 21%-ს კი კონსტიტუციური მონარქია. შეიძლება ვთქვა, რომ 26%, ვისაც სეკულარული რესპუბლიკა უნდა, ცოტა განსხვავდება იმ ციფრებისგან, რასაც გვიყვებიან, თითქოს 85% ამას უჭერს მხარს. ნახეთ, ეს ფსიოპია. ვიცით, რომ ფსიოპიაა. ჩვენ ნახეთ, როგორც ცდილობდნენ წარმატებით დაერწმუნებინათ დასავლური სამყარო, რომ ისლამი იზრდება და იზრდება და იზრდება. და ასეა. მოდი სულელები არ ვიყოთ, ასეა. მაგრამ ამავდროულად ისინი ცდილობენ შეინარჩუნონ ეს ნარატივი, რომ შიში დათესონ, რომ შეგვაშინონ, რომ მუდამ ხიზლად ვიყოთ. და ერთადერთი გზა, რომლითაც ამას შეძლებენ, არის ის, თუ დამალავენ ფაქტს, რომ შიგნიდან ადამიანები ცდილობენ წასვლას. მათ ეს არ უნდათ. პატარა უმცირესობა კი მიესალმებოდა ფედერალურ სტრუქტურას, რომელიც მთლიანად აშორებს ძალაუფლებას თეირანს. და მხარს უჭერს 1979 წლის რევოლუციის პრინციპებსა და უზენაეს ლიდერს. მაგრამ აი საინტერესო რამეა, ჩვენ ყველამ ვიცით ირანის შესახებ, მაგრამ ეს მხოლოდ ირანში არ ხდება, ეს ყველგან ხდება. მაგრამ წინ გავასწარი მოვლენებს, რიმოვლენებს, დავბრუნდეთ ვიდეოსთან. სხვათა შორის ეს ვიდეო ეკუთვნის Full of Nations, შესანიშნავ ახალ არხს, რომელიც ბევრ კარგ საქმეს აკეთებს. აუცილებლად ნახეთ ისინი. მხოლოდ 11%-მდე, რაც 2022 წლის 18%-დან შემცირდა. გამოკითხულთა 40%-მა განაცხადა, რომ რეჟიმის შეცვლა ნებისმიერი მნიშვნელოვანი რეფორმის წინაპირობა. კიდევ ერთხელ, რეჟიმის შეცვლა ნებისმიერი მნიშვნელოვანი რეფორმის წინაპირობა. ქვეყანაში, რომელმაც 4,5 ათწლეული გაატანა თავისი იდეოლოგიის ექსპორტზე, პროქსი მილიციების წვრთნაში, ჰეზბოლას შექმნაში, ჰამასის დაფინანსებაში, ასადის მხარდაჭერაში და მსოფლიოსთვის ისლამური მართლობის შესახებ ლექციების წაკითხოში, მოსახლეობას დახურულ კარს მიღმა ეს უკვე გადავლილი აქვს. არანაცილობრივ, არაუმნიშვნელოდ, არამედ გადამწყვეტად. ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება, აჯანყება, რომელიც მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ 2022 წელს დაიწყო, მხოლოდ ქუჩის პროტესტები არ გამოიწვია. მან დააჩქარა ის, რაც უკვე მწიფდებოდა. თაობათა უარი თეოკრატიულ მმართველობაზე, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, განათლებულებსა და ქალაქის მოსახლეობაში. მკვლევარებმა, რომლებიც ირანში ინტერნეტის გამოყენებას სწავლობდნენ მომდევნო წლებში, დააფიქსირეს ფენომენი, რომელსაც სასულიერო პირებს პასუხი არ ჰქონდათ. ათეულობით მილიონმა ირანელმა დაიწყო რეგულარულად VPN-ების, მაგალითად, საიფონის გამოყენება სახელმწიფო ფილტრების ასარიდებლად. ისინი მხოლოდ დასავლურ გასართობს არ უყურებდნენ, ისინი კითხულობდნენ განდგომილთა ლიტერატურასაც. იცით რა არის ამაში ყველაზე სამწუხარო? მთელი ეს ბრძოლა ამერიკის ჩარევის წინააღმდეგ ირანის ომში, ხალხი ვერ აცნობიერებს, რომ ეს არის ის, რაც ამერიკაში ისლამიზაციის ბირთვს წარმოადგენს. თუ თქვენ გეშინიათ, რომ შეერთებულ შტატებში ისლამიზაცია მოხდება ისე, როგორც ეს უკვე მოხდა, მაშინ თქვენ მხარს უჭერთ იმას, რომ ამერიკამ დაეხმაროს ამ რეჟიმის დამხობაში. ეს საკითხები ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ირანის ხალხი ლოცულობს იმისთვის, რომ ადამიანები ამას მიხვდნენ. სამწუხაროდ ირანის ისლამური რესპუბლიკის ფსიქოლოგიური ოპერაციები ინტერნეტში, რომლებიც ამერიკელებს მიზანში იღებენ, იმდენად ეფექტური იყო, რომ ადამიანების უმეტესობას ეს არც კი ესმის, რაც სიგიჟეა. YouTube-ზე ყოფილი მუსლიმებისა და სასულიერო პირების დებატების ხურებისას ისინი მონაწილეობდნენ სპარსულენოვან Telegram არხებში, სადაც რეჟიმის რელიგიური საფუძვლები პოსტიდან პოსტამდე იშლებოდა. 2025 წლის 12 წლიანმა ომმა ირანსა და ისრაელს შორის უარყოფა კიდევ უფრო გაახმავა. სახელმწიფომ სცადა მოსახლეობა ეროვნული თავდაცვის გარშემო გაერთიანებინა. მოსახლეობა გამოკითხვიდან გამოკითხვამდე უარს ამბობდა ქვეყნის დაცვა გაეგიუნებინა იმ რეჟიმის დაცვასთან, რომელიც მას მართავს. გამანის მონაცემები გამონაკლისი არ არის. ის დადასტურდა მრავალ გამოკითხვაში, რომლებიც ჩატარდა VPN ქსელების, მაგალითად საიფონის დახმარებით. რაც ირანელებს საშუალებას აძლევს გვერდი აუარონ სახელმწიფო ცენზურას და გულწრფელად უპასუხონ შიშის გარეშე. ზოგიერთმა კრიტიკოსმა გამანის გამოკითხვებთან დაკავშირებით მეთოდოლოგიური კითხვები წამოჭრა და ეს დებატები რეალურია.
მაგრამ უფრო ფართო ტენდენცია ახალგაზრდების გაუცხოება სასულიერო ხელისუფლებისგან, მეჩეთში დასწრების მკვეთრი შემცირება და მიწისქვეშა განგომილების მოძრაობა, მთელი თაობის აშკარა სეკულარული წყურვილი დოკუმენტირებულია დამოუკიდებელი ჟურნალისტების, აკადემიური მკვლევარების და თვით ირანის სახელმწიფო მედიის მიერ, როცა ისინი მოულოდნელად აღმოჩნდებიან ფაქტის წინაშე. თეოკრატიას ჯერ კიდევ იარარი აქვს ხელში, მაგრამ გონებას ვერ აკონტროლებს. არა, ნამდვილად ვერ აკონტროლებს. გონებას ვერ აკონტროლებს და სწორედ ამიტომ ეშინიათ ასე ძალიან. და ის რაც ირანში ხდება, იზოლებული არ არის. ეხლა საუდის არაბეთზე მოვისმენთ, მეგობრებო. გითხარით, რომ საუდის არაბეთის ამბავი კიდევ უფრო გიჟურია, რადგან საუდის არაბეთის სრულიად ნორმალურ ქვეყნად წარმოგვიდგენია. თითქოს ერთ-ერთი ჩვენგანია, მაგრამ არა, მეგობრებო. ასე მარტივად არ არის საქმე. ყველაფერს მიუბრუნდებით, როცა კიდევ რამდენიმე პასუხს მოვისმენთ. თქვენ ყველა მიცით, რომ არ მიყვარს კანისტვის პროდუქტების გამოყენება, რადგან არ მინდა თავი წებოვნად ან დახშულად ვიქრძნო. უბრალოდ სისუფთავე მინდა. და ვიცი, რომ სახის რუტინის არ ქონა თითქმის დანაშაულს გავს. მაგრამ ეხლა როცა OneSkin აღმოაჩინე, შეიძლება უნდა ვაღიარო, რომ მთელი ეს დრო ვწდებოდი. ხომ ხედავთ, ჯერ კიდევ არ ვარ ასაკში, მაგრამ ბოლო დროს კანის ცვლილებებს ვამჩნევ, რაც იმის ნიშანია, რომ დაბერების დროა. და ეს ძალიან უხერხულია. მაგრამ ბევრი მეგობრის დაყოლიების შემდეგ გადავწყვიტე მეცადა. და დიახ, ეხლა უკვე შეცვლილი ქალი ვარ. მე არ უწევ რეკლამას იმას, რასაც არ ვენდობი. თქვენ ყველა მიცით ეს, მაგრამ უბრალოდ შეხედეთ, რას ფიქრობთ. და ეს მხოლოდ ჩემი გამოცდილება არ არის. OneSkin-ს 10,000-ზე მეტი ხუთვარსკვლავიანი შეფასება აქვს და ახლა ისინი კანის ახალგაზრდობის შენარჩუნების ლიდერები არიან. უნდა გაგაფრთხილოთ, რომ განსხვავებით იმ ინფორმაციისგან, რასაც ინტერნეტი გთავაზობთ, უკეთესი კანისთვის ნამდვილად არ გჭირდებათ რთული რუტინა. მეტი ვიდრე 10-რიანი კვლევის შედეგად შექმნილი OneSkin OSO ერთი პეპტიდი დამტკიცებულია, რომ მიზანმიმართულად ებრძვის დაბერების ხილულ ნიშნებს და გეხმარებათ, რომ ახლა და ასაკთან ერთად healthiest კანი გქონდეთ. შეზღუდული დროით სადეთ OneSkin 15%-იანი ფასდაგლებით. გამოიყენეთ კოდი MEIRA webguard-ზე oneskin.co, მისამართზე oneskin.co/meira. ეს არის 15%-იანი ფასდაგლება oneskin.co კოდით MEIRA. შეძენის შემდეგ კითხავენ, საიდან გაიგეთ მათ შესახებ. გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ ჩვენს გადაცემას და უთხარით, რომ თქვენგან გაიგეთ. არის სხვა გზებიც, რომლითაც შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ ჩვენს გადაცემას. რა თქმა უნდა, გამოიწერეთ არხი, გააზიარეთ ეს ვიდეო, გაუზაუზიარეთ მეგობარს. და ძალიან მალე გვექნება სუპერ საინტერესო განცხადება იმის შესახებ, თუ როგორ ფართოვდება წინააღმდეგობა. ბევრ თქვენგანს უკითხავს, როგორ შეგიძლიათ ჩაერთოთ და პასუხი ძალიან მალე გეცოდინებათ. მაგრამ ხომ გითხარით, საუდის არაბეთი არავის ელოდება. მოდით გავიგოთ რა ხდება სინამდვილეში. საუდის არაბეთი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა სუნიტური რელიგიური ავტორიტეტის ურხევ საძირკვლად, იცვლება. მუჰამედ ბინ სალმანის, მემკვიდრე პრინცის, ხედვა 2023-ის რეფორმების ფარგლებში რელიგიური პოლიცია შეზღუდეს. კინოთეატრები კვლავ გაიხსნა. მუსიკალური ფესტივალები 10,000-ობით ადამიანს იზიდავს. და ანონიმურად ჩატარებული კერძო გამოკითხების მიხედვით, დამოუკიდებელი მკვლევარები აფასებენ, რომ საუდის არაბეთის ახალგაზრდების 15-დან 25%-მდე ჩუმად არარელიგიურად მიიჩნევს თავს. ეს რიცხვი 10 წლის წინ წარმოუდგენელი იყო. საჯარო უარყოფა შექმნის. ეს გიჟური რიცხვია, მეგობრებო. ეს გიჟური რიცხვია და ამაღელებელი რიცხვია. ეს ნიშნავს, რომ სამეფოში ეს კანონითაც და სოციალურ დონეზეც საშიშია, მაგრამ ტენდენციები აშკარაა. მუსლიმურ სამყაროში რაღაცაც უფრო ხმა ხდება. რასაც სასულიერო პირები არასდროს გეგმავდნენ. ჩვენ უკვე გავაკეთეთ ვიდეო ამ თემაზე, თუ როგორ ახდენს ინტერნეტი უზარმაზარ გავლენას, რადგან ის ადამიანებს აძლევს საშუალებას დასვან კითხვები, რომლებიც ადრე დაუშვებელი იყო. გახსოვდეთ, თუ თქვენ ისლამისტური კულტის რელიგიის ნაწილი ხართ, გითხრეს, რომ თუ ოდესმე დააყენებთ კითხვას ან დაფიქრდებით წასვლაზე, მაშინ თქვენ უცმუნო ხართ და შეიძლება დაგსაჯონ. რაც ზოგადად არც ისე კარგი რამაა, მაგრამ ეს ხალხს ძალიან აშინებს, რომ კითხვები დასვან. და სად უნდა წახვიდეთ, რომ იკითხოთ? რას გააკეთებდით? ვის ეთყოდით, რომ ეჯვეგებარებათ? როგორ იპოვიდით რაიმე ინფორმაციას? ვერ შეძლებთ, რადგან მაშინ საკუთარ თავს გამოავლენთ. თუმცა ინტერნეტმა ადამიანებს მისცა შესაძლებლობა ჩუმად ეძებონ ინფორმაცია ისე, რომ საფრთხეში არ აღმოჩნდნენ. და ეს რეალურ პრობლემად იქცა ამ ისლამისტებისთვის. ინტერნეტი. 14 საუკუნის განმავლობაში ისლამური ცოდნის გავრცელება მკაცრად კონტროლდებოდა. სწავლულები, იმამები, სახელმწიფო ინსტიტუტები, განდგომილებაზე ტაბუები. 12 მუსლიმურ უმრავლესობის ქვეყანაში რწმენის დატოვება დღესაც შეიძლება კანონიერად სიკვდილით დასჯას ნიშნავდეს. საჯარო ეჭვი არა მხოლოდ სულიერად, არამედ ფიზიკურადაც საშიში იყო. საზოგადოებები, ოჯახები და მთავრობები ყველა ერთსა და იმავე საზღვარს ამყარებდნენ. არ ტოვებდი, არ სვამდი კითხვებს. და თუ მაინც აკეთებდი ამას, ჩუმად, მარტო და დიდი პირადი რისკის ფასად. სმარტფონებმა ეს ყველაფერი შეცვალეს. რაც ქრისტიანობამ საუკუნეების განმავლობაში გამოიარა, რეფორმაცია, განმანათლებლობა, გრძელი კამათი გონებასა და მეცნიერებასთან, ახლა 10 წლეულებში ხდება. შეკუმშული, დაჩქარებული, ტექნოლოგიით ღიად გამოტანილი, რომელიც არც ერთ სასულიერო ავტორიტეტს არ შეუქმნია და არც ერთ მათგანს სრულად არ შეუძლია მისი კონტროლი. ჩრდილოეთ ამერიკის ყოფილი მუსლიმების ორგანიზაცია, რომელიც ცნობილია როგორც EXMNA, დეტალურად აღწერს ამ ცვლილებას. მათი მონაცემებით, მათგან ვინც ისლამი დატოვა, 72%-მა თავისი პირველი სერიოზული ეჭვები ციფრულ სივრცეებს დაუკავშირა. მადლობა ღმერთს ინტერნეტისთვის. სულ მცირე რაღაც კარგი მაინც გამოვიდა მისგან. Subreddits, RX Muslims, ეხლა უკვე 400,000-ზე მეტი წევრი ხავს. ჰადისებში არსებული წინააღმდეგობები, ისტორიული კრიტიკა, სამეცნიერო შეპასუხებები, დებატები ქალთა უფლებებზე, მონობაზე და განდგომაზე. ეს ყველაფერი ახლა ღიად განიხილება ისეთ ადგილებში, სადაც არც ერთი მთავრობა ვერ ახერხებს სრულ ცენზურას. გამსვლელთა მთავარი მიზეზი, როგორც XMNA-ს საკუთარ კვლევაშია აღნიშნული, 58%-მა დაასახელა კონფლიქტი ადამიანის უფლებებთან, განსაკუთრებით ქალებისა და LGBTQ პირების მიმართ მოპყრობა.
28%-მა კი სამეცნიერო შეუსაბამობა დაასახელა. ამ პროცენტების უკან თითოეული ინდივიდის ისტორია დგას. ახალგაზრდა ქალი თეირანში, რომელიც ღამის 2 საათზე ტელეფონზე თარგმნილ ფილოსოფიას კითხულობს. მაგრამ ეს მხოლოდ ინდივიდუალური ისტორიები არ არის. დაფიქრდით, რას ნიშნავს ეს და-ძმებისთვის, ოჯახებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც ამას ხედავს, ხომ ასეა? როცა ერთი ადამიანი მზად არის, რომ რაღაცას თავი დაანებოს, ამას ყველა დანარჩენიც აკვირდება. და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბევრი სიძულვილი, იმედგაცრუება და ბრაზი იყოს, შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამას შეესწრებიან და იფიქრებენ: "მოიცა, თუ მათ ჰქონდათ გამბედაობა, იქნებ მეც მაქვს." ეს არის მოძრაობა, რომელიც ვრცელდება. როცა არავინ არის მზად რომ რაღაც გააკეთოს, მაშინ ამას არავინ აკეთებს. მაგრამ როცა ერთი ადამიანი აკეთებს, მეორე იღებს გამბედაობას, კიდევ ერთი იღებს გამბედაობას და ეს იზრდება და იზრდება. ეს მხოლოდ დასაწყისია. კაიროში კოლეჯის სტუდენტი, რომელმაც იპოვა შედარებითი რელიგიის ფორუმი და აღარასდროს დაუბრუნდა დარწმუნებულობას. დიასპორის თინეიჯერი ბერლინში, ლონდონში ან ტორონტოში სვამს კითხვებს, რომლებზეც მის მშობლებს პასუხი არ აქვთ და პოულობს ონლაინ საზოგადოებებს, რომლებიც არა მხოლოდ ამ კითხვებს მართებულად მიიჩნევენ, არამედ პასუხებსაც თავაზობენ. ეს არის მექანიზმი. ეს არ საჭიროებს ღია განდგომას. ეს არ საჭიროებს საჯარო გაწყვეტას. საჭიროა მხოლოდ smartphone და ცოტა ცნობის მოხარეობა. გასვლა როცა ეს ხდება, ხშირად ჩუმად მიმდინარეობს თვეების განმავლობაში. ზოგჯერ წლებიც კი. ბევრად ადრე, სანამ ოჯახში ვინმე მიხვდება, რომ რელიგიური ერთგულება გაქრა. შეერთებულ შტატებში Pew Research-ის მონაცემებით, მუსლიმანად არზრდილი მოზრდილების 24% აღარ აიდენტიფიცირებს თავს ამ რწმენასთან. დაახლოებით 23% ამჟამინდელი ამერიკელი მუსლიმებისა, მაგრამ რელიგიის შეცვის საბოლოო გავლენა მუსლიმანური მოსახლეობის ზრდაზე ფაქტობრივად ნულია. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ამერიკელი კონვერტიტების 50-დან 70%-მდე რამდენიმე წელიწადში ტოვებს რწმენას. ეს ძალიან უცნაური სტატისტიკაა. რადგან ისევ და ისევ, სადაც არ უნდა შეხვიდე ინტერნეტში, TikTok-ზე და სხვაგან, ყველგან ხედავ, რამდენი ადამიანი გადადის ისლამზე. მაგრამ თქვენ ვერ ხედავთ იმ ფაქტს, რომ თითქმის 70% და შესაძლოა ეს რიცხვი კიდევ უფრო მაღალი იყოს ტოვებს. ისინი ტოვებენ მას შემდეგ, რაც შეუერთდებიან, იწყებენ, მოიხიბლებიან, მერე კი აცნობიერებენ იმას, რასაც ჩვენ აქ თავიდანვე ვიცოდით და შემდეგ მიდიან. რაც ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი თითქოს ვზრდით გაფართოებით რეალურად არ მუშაობს. საზოგადოების მხარდაჭერა და კულტურული ბარიერები. ეს ის ნაწილია, რომელიც მთლიანად გამორჩა დაპყრობის ნარატივს. ეს მიდგომა ვარაუდობდა, რომ რელიგიური იდენტობა უცვლელია. თითქოს მუსლიმი, რომელიც 2000 წელს დაიბადა, 2030 წელს 10 მუსლიმი იქნებოდა. Demographical prognosებს შეეძლოთ უბრალოდ ამჟამინდელი მოსახლეობის წინ გადატანა. ეს მიდგომა ვერ აფასებდა შეუზღუდავი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის დამანგრეველ ეფექტს მკაცრ რელიგიურ სისტემებზე. ვერ შეაფასა ის ფაქტი, რომ როდესაც რაღაცის ნაწილი ყოფნა უბრალოდ საშინელება, ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ერთ დღეს ეს მართლაც შეამჩნიოს. სასულიერო მონოპოლია სიმართლეზე მხოლოდ არ გაასაჩივრეს, არამედ გვერდი აუარეს. და შემდეგ არის დემოგრაფიული ამბავი თავად. დიახ, ისლამი მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი მთავარი რელიგია. Pew Research-მა დაადასტურა 2025 წლის ივნისის განახლებაში, რომ გლობალური მუსლიმური მოსახლეობა 2010-დან 2020 წლამდე 21%-ით გაიზარდა, 1.7 მილიარდიდან 2 მილიარდამდე, რაც დანარჩენი მსოფლიოს ზრდის ტემპზე ორჯერ მეტია. მაგრამ აი რას მალავს ეს სათაურის ციფრი? ეს ზრდა კონცენტრირებულია რეგიონებში, სადაც ქალთა განათლების დონე დაბალია და ნაყოფიერების მაჩვენებელი მაღალია, განსაკუთრებით სუბსაჰარული აფრიკაში, სადაც საშუალო მუსლიმ ქალს დაახლოებით 3.1 შვილი ჰყავს. იმ მომენტში, როცა ამ რეგიონებში ქალები იღებენ განათლებას, კონტრაცეფციას, ავტონომიას, ნაყოფიერების მაჩვენებელი ერთ-ორ თაობაში ეცემა ეროვნული საშუალოს დონემდე. ეს მოდელი არაერთ ქვეყანაში არაერთხელ გვინახავს. ირანში ნაყოფიერების მაჩვენებელი შემცირდა და შემცვლელ დონესაც კი ჩამოსდა. ტუნისიასა და თურქეთში ეს მაჩვენებელი თითქმის ევროპულ ნორმებს ემთხვევა. თუნდაც კონსერვატიულ საუდის არაბეთში საშუალო ქალს ახლა ძლივს 2 შვილი ჰყავს. ისლამური დემოგრაფიული ბუმი დროებითი მოვლენაა და არ არის რწმენის მუდმივი მახასიათებელი. ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მუსლიმური მოსახლეობის ზრდა უმეტესად მიგრაციით არის განპირობებული და არა მეორე და მესამე თაობის იმიგრანტებში მუდმივად მაღალი შობადობით. სიგიჟეა იმის ფიქრი, რომ ისლამიზაციის პრობლემის ერთ-ერთი გადაწყვეტა შეიძლება იყოს აფრიკაში წასვლა, ქალების განათლება და მათთვის კონტრაცეპტივების მიცემა. მართლა საოცარია, რამდენი სხვადასხვა რამ რეალურად ახდენს გავლენას იმ სამყაროზე, რომელსაც ვხედავთ, მაგრამ ამაზე არც კი ვფიქრობთ. ხშირად გონია, რომ მხოლოდ ერთი სახის გადაწყვეტა შეიძლება იყოს ეფექტური, მაგალითად გამჟღავნება. მაგრამ არსებობს კიდევ ძალიან ბევრი პატარა რამ, რაც შეიძლება მოხდეს და რაც რეალურად ძალიან ეხმარება მსოფლიოს და ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში ამ უზარმაზარი პრობლემის მოგვარებაში. თუ დაფიქრდებით იმაზე, რომ იმისთვის, რომ ეს რიცხვები აღარ გაიზარდოს, საჭიროა ქალების განათლება, ეს უკვე გამარჯვებაა. ერთი გასროლით ორი გურდღლის მოკვა. ეს მოდელი ყველგან მეორდება. ეს შესწავლილია. მესამე თაობისთვის ხდება დაახლოება და არა დაშორება. მუსლიმურ ოჯახებში ნაყოფიერების მაჩვენებელი ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და გერმანია, თითქმის არ განსხვავდება ეროვნული საშუალოდან. მაშინაც კი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის გულში, სადაც მსოფლიოს მუსლიმების უმეტესობა ცხოვრობს, ნაყოფიერების მაჩვენებელი იკლებს. ინდონეზია, ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი მუსლიმი ცხოვრობს დედამიწაზე. მინდა ეს თქვა, რადგან უნდა ვიყოთ გულწრფელები. დიახ, ნაყოფიერების მაჩვენებელი იკლებს, მაგრამ თუ 2 მილიარდი ადამიანი თავს რაღაცასთან აიგივებს, ეს პრობლემაა. თუნდაც ეს რაოდენობა განახერდეს, მაინც გეყოლებათ მილიარდი ადამიანი. ეს არაუქმებს იმ რეალურ პრობლემას, რომელიც გვაქვს, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია, როგორც შეხსენება იმისა, რომ ხშირად ჩვენც ავკევით მათ ნარატივის ომს.
მათ დაგვაჯერეს, რომ ისინი დაუმარცხებლები არიან, რომ ისინი შეუჩერებლები არიან, რომ ყველგან არიან, რომ იზრდებიან და რომ ყველა მათზე ამოტყუებული. სინამდვილეში ეს ასე არ არის. ისინი ძალიან ან ბევრს მუშაობენ, რომ ვიდეოები, როგორც ესა, ცენზურაში მოაქციონ, რომ ეს ყველაფერი დახურონ, რათა ხალხმა ვერ გაიგოს. მოიცადე ერთი წამით. განათლება, ამ საკითხებზე საუბარი, პრობლემების გამჟღავნება რეალურ გავლენას ახდენს. შენ არ იცი, ვინ უყურებს ამას, არ იცი რა ხდება. ის ფაქტი, რომ ადამიანები აფრიკაში ინვესტიციებს ახორციელებენ, რათა ქალებს საკვები მისცენ, სკოლაში გაგზავნონ და მათთვის რეპროდუქციული არჩევანი უზრუნველყონ, ეს შეიძლება ჩვენ შანსებსაც აუმჯობესებდეს. იმდენი სხვადასხვა ელემენტია, იმდენი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლია. იმიტომ რომ ვიცი ეს კითხვა სულ გვესმება, ხომ ასეა? წინააღმდეგობა. კარგი, ჩვენ ხედავთ სიმართლეს. ეხლა რა? გახსოვდეთ, შეგიძლიათ შემოქმედებითი გზები მოიფიქროთ, თუ როგორ გააუმჯობესოთ მსოფლიო. და მსოფლიოს უკეთეს ადგილად ქცევის ნაწილი არის ის, რომ შევაჩეროთ საშინელი იდეების გავრცელება. მაგრამ იდეების შეჩერების გზამ, ან თავად იდეებზე შეტევა, ან იმ ადამიანების დახმარება, ვინც ამ იდეებს ებმება, რომ უფრო გონიერნი გახდნენ და აღარ ახვნեն მათ. ორივე ეს ვარიანტია, მეგობრებო, გადით და აირჩიეთ ის, რაც თქვენთვის მუშაობს. და რა თქმა უნდა, მადლობა ამ საკითხზე თქვენი ყურადღებისთვის.